სიტყვა თქმული მამისა ჩვენისა პაისიი დაწმინდაის. ერთხელ ყოვლად ბრძენ სოლომონს სუსტად ერთნაირად ჩაცმული ბიჭები და გოგონები მიუყვანს, რომ ერთმანეთისაგან გაერჩია ისინი. სოლომონმა ისინი წყაროზე მიიყვანა და უბრძანა, პირი დაეყარა. იმის მიხედვით თუ როგორ იბანდნენ ისინი, სოლომონმა გაარჩია ბიჭები და გოგონები. გოგონები ნაზად იბანდნენ თვალებს, ბიჭები კი თამამად ისხამდნენ წყალს და ლოყებზე ხელებს იტყაპონდნენ. დღეს კაცები იმდენად დაემსგავსნენ ქალებს, რომ მათში კაცების ამოცნობა ჭირს. ძველ დროში 50 მეტრზე შეიძლებოდა კაცისა და ქალის ერთმანეთისაგან გარჩევა. ახლა კი ახლოდანაც ვერ გაარჩევ. ვერ გაიგებ კაცია შენ წინ თუ ქალი. ამიტომაა რომ წინასწარმეტყველი ამბობს, მოვა დრო, ქალი და კაცი ერთმანეთისაგან არ დაირჩევიან. მამა არსენი ერთ გრძელთმიან ჭაბუკს კითხა, ბოლოს და ბოლოს გოგო ხარ თუ ბიჭი, თვითონ ვერი ამას ვერ მიხდა. ადრე წმინდა მთაზე ასეთებს კრეჭდნენ. იცით უკვე რამდენი გავკრეჭე? მე მათ ვკრეჭ ეზოში, საკურთხევლის კედელთან. ასეთი გრძელთმიანები რომ მოდიან ვეუბნები, რა კარგია, რამდენი ქაჩალი ახლობელი მყავს და შევყიდი, რომ პარიკებს გავუკეთებდი. სიყვარული გამოიჩინე და მომეცით გაკრიჭოთ. რა სიზამთ? იმ ხალს სიტყვა მივეცი. თანხმდებიან ისინი წმინდა მამაო? იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ეტყვი ამას. მე ხომ მათ ხვირილით არ მივარდები. რა სამარცხვინოა თქვენ პატივს არ სცემთ ამ წმინდა ადგილს. არამედ ვეტყვი. მისმინე ყვაწვინო. ამ თვითონ საკუთარ მამაკაცურ ღირსებას შეურაცხყოფ. შენ რომ გენახა როგორ მიაჯიბიჯებს საპატიო ყარაულის მწყობში გვარდიელი ქალის რედიკულით. როგორ შეხედავდი ამას? მოუხდება გვარდიელს რედიკული? მოდით მები შევიკრიჭოთ და ვკრიჭავ. ახლა შემოიღეს მოდაში რომ თავზე თმებს იკრეჭენ და უკან კუც იტოვებენ. ეი არწივებო, რა აზრია ამ კუნდებში? ვეკითხები, არწივები კი პასუხობენ, არწივებს იმათ ეძახის ფრთები რო დღეს. ეხლა შემოიღეს კიდე თემზე რაღაცებს უკეთებენ, ზოლებს ახატავენ, რაღაცებს ბავშვებს იგივეა. ფრთებს გაიკეთებს თუ იმას რა მნიშვნელობაა? ჩვეულებრივ უნდა შეიკრიჭოს ადამიანმა თემი. არწივები კი პასუხობენ, კუნს იმიტომ ვიტოვებთ რომ ყურადღება მივიქციოთ. სასაული ხალხი ხართ, ვეუბნები კვლავ. ხალხს ახლა იმდენი საქმე აქვს და იმდენი პრობლემა, ფულიც რომ გადაუხადოთ ყურადღებას მაინც არავინ მოგაქცევთ. სხვები კი ჯამრთელი ახმახები საყურეს ატარებენ. რამდენიმესთვის მომიხსნია ეს საყურები. ზოგიერთი წმინდა მამაო საყურეს ცხვირზე ატარებს. და არა მარტო ცხვირზე. სადაღარ უკეთია საყურე კაცმარიცის. და ნახეთ რას პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკმა რგოლი წამოაცვა მათ ცხვირზე. მარტო ლაგამი არ ჩანს. ნახეთ, ეშმაკმა გაუკეთა. უბრალოდ თოქს ვერ ხედავთ, თორე ეს დაატარებს თავის შუაზე ესეთ ადამიანს ეშმაკი. ზოგიერთი კი მკერდზე მსხვილ ოქროს ჯაჭვებს ატარებს და რამდენიმე პირადაც. ერთ ასეც რა მოუწყე. მოხსენი მთელი ეს ჟღარუნები და უთხარი. ყველაფერი ან ვინმე ობოლს მიეცი, ან დედაშენ შააბარი, რომ რომელიმე ღარიბს დაეხმაროს. მეტნაკლებად ადამიანური სახე რომ მიიღო მეკითხება, ეხლა რა გავქნა მამა? არაფერი. რაიმე უბრალოდ ჯაჭვით დაიკიდე კისერზე ჯვარი. მარტო იფიქრე, მამაკაცები და ოქროს სამკაულებს ატარებენ. დგას შენ წინ და ოქროში ერთიანად ანათებს.
თანაც 2-3 ყელი ჯაჭვი უმშვენებს კისერს. პრინცესები არ ატარებდნენ ამდენ სამკაულს. დგას და წუწუნებს, რამდენი პრობლემა აქვს. პრობლემა კი სწორედ იმაშია, რომ მისი პრობლემა კი სწორედ ამაშია. მისი პრობლემა ეს ეპიდემია, რომელსაც ატარებს. ანუ ამდენი ჯაჭვი რო იყიდა და ოქროვით სამაში ხარჯავს ფულს და ამაშია პრობლემა. ეს კაცი კიდე ნერვიულობს პრობლემები. რომელსაც ატარებს. ზოგს თვითონ ხსნი ამ აკაზმულობას. ზოგიერთს კი ვეუბნები, რომ საკუთარი ხელით მოიხსნას, ადამიანებმა საზომი დაკარგეს და ისინი ბოლოს და ბოლოს სრულიად უვარგისნი გახდნენ. ზოგიერთი კისერზე დაკიდულ ზოდიაკოს ნიშას ატარებს. ერთს ვეუბნები, ეს რა არის, ამისთანა რამეს პირველად ხედავ. ეს პატარა მხეცი ჩემი ზოდიაკოა, პასუხობს იგი. მე თავდაპირველად მომეჩენა, რომ ღვთისმშობლის ხატი იყო. მას კი უთხარი, რა სიზამთ ეთყობა თვითონაც ზოოპარკის მხეცი ბრძანდებით, რადგან გულზე ზოდიაკოს ატარებ. საოცარი ხალხია, შინაგანი უწესობა გარეგნულობაში წვდიდება. ვილოცოთ, რომ უფალმა დაიცვას ახალგაზრდობა და ცოტაოდენი საკვეთილი შემორჩეს მათში. ეხლა ეს რო შევაჯამოთ, მამა პაისის ეს ნათქვამი პირდაპირ გვაფრთხილებს და გვეუბნება, რომ კაც უნდა ქონდეს მოკლეთმა, არ უნდა ქონდეს დალალები, არ უნდა ეკიდოს ოქრო ვერცხლი, რამდენი ადამიანი მინახია, რომ ის ოქრო ვერცხლი რო ვინმეს მისცეს, ცხოვრებას მოეწყობს ის კაცი. ეს კიდე ატარებს. ნახეთ, აკარგად ხო პრინცესები არ იპრანჭებოდნენ, მაგრამ ეს ახლა კაცები იპრანჭებოდნენ. საყურეები ვისაც უკეთიათ ნახერად ხო? ეს საყურე შმაკმა გაუკეთა. უბრალოდ თოკი არ ჩანს ორეთის დაყავს. და ბოლოს ზოდიაკოს ნიშანს ვატარებს, ეს ძალიან ბევრი ადამიანია, ჯვარს არ ეკეთებენ, არ ატარებენ. განსაკუთრებულად ქალები. და რაღაცები უკიდიათ. ნახეთ რა უთხრა, ეთყობა შენო ზოოპარკში ცხოვრობ, ხეცი ხარ, შენ ცოტა ხეცი იმიტომ კიდია. ეხლა ესეთ რამეს რო ვიტყვით ხოლმე გაბრაზდებიან ხოლმე. ჩვენი სიტყვები ხო არა? წმინდანები ამბობენ, ჩვენ ვალდებულები ვართ წმინდანებს დაუჯეროთ და პაპი უწევთ.